დღეს ჩვენ განვიხილავთ საგვარეულო ეგრეგორებს. რა არის საგვარეულო ეგრეგორი? ჩვენ გვყავს ორი ბებია, ორი ბაბუა. დედის მხრიდან ბებია ბაბუა, მამის მხრიდან ბებია ბაბუა. და მათ ყავთ კიდე ზევით, ასე ვთქვათ, მშობლების მშობლები და ასე შემდეგ. აი ამ ხაზებში ჩანს ეს საგვარეულო ეგრეგორები, 7 ხაზის ენერგია. აი ამ დიდ ბურთებში განაპირა მხარეს არის ნაჩვენები ყველაზე ძლიერად დასამუშავებელი ენერგიები. მოდი დავიწყოთ მამის ხაზით, რომელიც იყოფა მამის ხაზში კაცები და მამის ხაზში ხალები. დავიწყოთ მამაკაცებით. 14 ენერგია, რაც ამ შემთხვევაში დავიწყებ მინუსით, ამ ენერგიის მინუსით, იმიტომ რომ ძირითადად ეს ენერგიები არის გამოკვეთილი. არა ყოველთვის, მაგრამ ძირითადად მინუსში, იმიტომ რომ დაამუშავოს ადამიანმა და გადაიყვანოს პლუსში. ანუ საგვარეულო რაღაცა ვერ გააკეთა, ვერ შეასრულა. ზოგ შემთხვევაში არის საჩუქრადაც ეს ენერგიები გადმოცემული, მაგრამ როგორც თქვი, ძირითადად არის დასამუშავებელი. ამიტომ მაინც დავიწყებ მინუსით და არა პლუსით. მაშ ასე რა არის 14 ენერგია? 14 ენერგია ეს არის ასე ვთქვათ ჰაეროვანი, უნდა იყოს ჰაეროვანი, მსუბუქი, ლაღი, სიმშვიდის მომტანი ენერგია და 14 მინუსში ეს არის პირიქით, ვერ აღქმა სილამაზის, ვერ აღქმა მშვენიერების, ჰაეროვნების, დაძაბულობა, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მაინც იძაბები, სულცუდის დანახვა და არა კარგის დანახვა. რა უნდა გააკეთოთ? ეს არის ის, რომ ეძებოთ სილამაზე, ეძებოთ სიმშვიდე, ეძებოთ ნეიტრალიტეტი, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია დაუდგეთ მხარში და განსაკუთრებით ოჯახს, განსაკუთრებით ასე ვთქვათ ნათესავებს, გვარს, სამშობლოს, ასე ვთქვათ, აი ესე გამოიკვეთება ეს. და 18 ენერგია ეს არის ის, რომ აი ამ სფეროში, ოჯახურ თემებში, ხო, რაც ვახსენე, როდესაც რაღაცა პრობლემა, რაღაცა ინგრევა, რაღაცა მიდის, ხო, კი არ გაიკიდოთ, კი არ ჩაყვეთ ამ ნანგრევებს, არა, გაშვება ისწავლოთ და უფრო მეტიც ისწავლოთ, რაც უშლის იმას, რომ ოჯახში იყოს სიმშვიდე, ჰაეროვნება, კეთილგანწყობა, ის მოდეს ღიღინი, იყოს შემოქმედებითი გაურა, განწყობა, ხო, რაღაც პოზიტიური, დადებითი, თბილი ენერგიები, რაც ხელს გიშლით, თქვენ თვითონ გაიტანოთ ამ არსებული სისტემიდან. ეს რაც შეეხება კაცებს. ახლა ვნახოთ რა ხდება ქალებში. ქალებში გამოხატული ენერგია არის 6-იანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს მამის მხრიდან ქალებს საგვარეულოში და უნდა დაეხმაროთ ისე, რომ თქვენ ამოსწიოთ ეს ენერგია. რა უნდა გააკეთოთ? უნდა გააკეთოთ ის, რომ დაიწყოთ საკუთარი თავის სიყვარულით. ვიწავლოთ საკუთარ თავის აღიარება, სიყვარული, მასში სიკეთების დანახვა, სილამაზის დანახვა. როდესაც თქვენ თვითონ იქნებით ბედნიერი იმით, რომ გიყვართ საკუთარი თავი და კმაყოფილი იმით, როგორიც ხართ, რანაირად ხართ და ამის მიმღებლობა გექნებათ, ეს უკვე გამოვლინდება გარეთაც და თქვენ შეგეძლებათ, რომ უკვე ჯანმრთელად შეიყვაროთ სხვა ადამიანი და არა, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი მიჯაჭვულობები არ დაგემართოთ. ეს პრობლემა ჩანს ამ გვარში, 6-იანი მინუსში ეს არის არა ჯანსაღი მიჯაჭვულობა, როდესაც ვინც გტკენს, ვინც გაწამებს, ვინცსაც არ უყვარხარ, ვინც დაგცინის, ვინც გაზიანებს, ფსიქიკურადაც თუნდაც ან მორალურად, ფიზიკურადაც, იმისკენ მილტვი, იმისკენ გინდა. აი ნახე ზუსტად, აი ვინც განგრევს, 16 არის კოშკი, რომ ინგრევა,
ვინც გაუბედურებს იმისკენ ტოლვა და იმის სიყვარული. და 6-ის დამუშავება იწყება ესე, რომ შენ თავში უნდა ნახოს სიყვარული, რომ შენ ხარ ეს სიყვარული და მე უბრალოდ სიყვარული დაგჭირდება სიყვარულისთვის და არა იმიტომ, რომ შენ უბრალოდ იგრძნო თავი, რომ არსებობ, რომ ხარ და ვინც ყურადღებას გაქცევს, ხო მოკეთ იმისკენ ირბინო, ვინც მიდის შენგან ის მას გაეკიდო, ვინც გტკენს იმას ის აღძრავდეს ძაფრემეციებს შენს ტვინში და მას იყო მიჯაჭვული. ხო. ქალებში, ანუ თუ კაცებში დასამუშავებელი გვაქვს ოჯახის გაფრთხილება, ინტუიციის ყურის დაგდება, ჰარმონიის შეტანა, ქალების თემაში ჩვენ უნდა დავამუშავოთ. ეს არ აქვს კაცი ქალი, უბრალოდ მათ ეგრეგორს ეხმარებით, თორე ეს ყოფილი უნდა გააკეთო შენ. არის ის, რომ შეიყვარო შენი თავი, ვინც გაზიანებს, გაიყვანო შენი ცხოვრებიდან და იცხოვრო ისე, რასაც მაქვს შენთვის კარგი, იღბალი, სასიამოვნო თემატიკა გავსებს, გზრდის, ასე ვთქვათ, ჰარმონიას განიჭებს და არა ის, ვინც ტკივილს განიჭებს. მოდი ვნახოთ ახლა დედის მხარეს რა ხდება თქვენ საგვარეულოში, ისევ კაცებით დავიწყოთ და 15 ენერგია, ასე ვთქვათ, გამოყოფილი მძაფრად და ეს არის მავნეჩვევები. მავნეჩვევებში ვიცით, რასაც გულისხმობთ და ასევე შეიძლება იყოს სხვა, ასე ვთქვათ, რაღაც ისე ცუდი ხასიათის აქციელი, რომელიც ძალიან გამოკვეთილი არის და ერთგვარი ნიშაც არის ამისი. რა შეიძლება იყოს ეს? შემდეგი ნიშნებია 7 და 19 და შეიძლება ის იყოს ამპარტავნება, რომ მე შემიძლია, მე მაგარი ვარ, მე ნიჭიერი ვარ, მე გამომდის, მე ყოველთვის გამარჯვებული ვარ და ზევიდან ყურება სხვა ადამიანების ცოტა ირონიასაც ვხედავ აქ, აი მსგავსი თემები. უბრალოდ დააკვირდით ახლა რასაც ვამბობ, აი დედის მხარეს კაცებში გაიხსენე ვინ არიან ესეთები, ეს ხასიათი რასაც ვამბობ, ხوار ჩანს და ასე შემდეგ, ხო, რაც დავასახელე იმ გვარში, დააკვირდი, როგორ რეზონირებს ეს ყველაფერი. ასევე შეიძლება პირიქით იყოს, კონდეს ძალიან დიდი რაღაცა შესაძლებლობა ნიჭი მიზნების მიღწევის საშუალება და ამას უბრალოდ არ აკეთებდეს, არ უფრთხილდებოდეს, მოდი ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს ღმერთის ნიჭს, ხო? და საერთოდაც არ უნდოდეს, აი სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც კარგი სამსახურია, მაგრამ არ მინდა უბრალოდ არ წავალ, არ ვიმუშავებ. ისწავლე ეს და კარგ უნივერსიტეტში ჩავაბარებ სიტყვაზე, აი საერთოდ არ მაინტერესებს სწავლოთ, აი რაღაცა მსგავსი შანს გაძლევს ცხოვრება და შემოვალთ უარს ამბობ, იმიტომ რომ გეზარება არ გინდა, არ თვლის საჭიროთ, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, შრომა გაიღო, რაღაცა გასწიო, უფრო ფუქსავატური ცხოვრებისკენ მიდრეკილება. რა ხდება დედის მხარეს ქალებში? დედის მხარეს ქალებში ეს არის ხუთიანი ენერგია, სხვათა შორის რაღაცით გავს მამის მხარის კაცები დედის მხარის ქალების ენერგიას. ეს არის ოჯახის თემა და თითქოს ოჯახის სტრუქტურა, ესე ვთქვათ, საგვარეულო იერარქია თითქოს რაღაც მძიმე ტვირთად მოსდევთ ქალებს, შეკვეცილი აქვთ ფრთები და არიან ჩაკეტილები, რაღაც თითქოს თავის პიროვნებას კარგავენ ამ ოჯახურ სტრუქტურაში და თავის შესაძლებლობას კეტავენ როგორც ციხეში. აი მასზე დაფიქრდი და თქვენ ეს ყველაფერი საპირისპიროდ პლუსში უნდა გადაიყვანოთ. ნახოთ ახლა, ასე ვთქვათ, დანიშნულებები. ახლა რა არის დანიშნულებები? პირველი დანიშნულებაში ვხედავთ, როგორ აღიქვავ შენ თავს მატერიაში, როგორ აღიქვავ შენ თავს სულიერად, როგორი ხარ და რა არის ის ენერგია, რამაც ამ ორივე აქვაში ბალანსი უნდა მოგიტანოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ თავს
მატერიაში აღიქვავთ მოდი როგორ აღიქვავთ თქვენ უკეთიცით, მე უბრალოდ გეტყვით რა გააკეთოთ, რომ სწორად დაიჭიროთ თქვენი თავი. ნახეთ, თქვენ არ ახართ გარიყული, არ ახართ რაღაცა ჩაკეტილი, არ უნდა იყოთ რაღაცა განდეგილი, არავითარ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ ძალიან განსაკუთრებული ხედვა, განსაკუთრებული ნიჭი, განსაკუთრებული უნარები და ეს უნდა ამოსწიოთ წინ. არ არის საჭირო ყავდეთ 100 და 1000 მეგობარი, მაგრამ თქვენთვის უფრო საინტერესოა ყავდეთ 3, 4, 2, 1, მაგრამ ნამდვილი. ამას ანიჭებთ უპირატესობას და ასევე გიყვართ განმარტოვება. თქვენთვის ეს არ არის, ასე ვთქვათ, სასჯელი. თქვენ გიყვართ, თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენ თავში ჩაღრმავება, თქვენი თავის ძიება. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ხრივ ამას კარგადაც ამუშავებთ, იმიტომ რომ ბედის მატრიცის შექმნით დაინტერესდით, ხო, თქვენს თავში ჩაღრმავებით. ის ძალიან კარგად ამუშავებს ამ ყველაფერს. და ეს ძირფესვიანად ჩაღრმავება. თქვენ ხართ ტიპაჟი, მიწიერი ტიპაჟი, როგორც ასე ვთქვათ, როგორც წარმოგვიდგენია ფილოსოფოსი, ბრძენი ადამიანი, მოხუცი, წვერიანი, აი ესე ვთქვათ, ღრმად მოაზროვნე პიროვნება. აი წარმოიდგინეთ, რომ ესეთი პორტრეტია თქვენი შინაგანი აღქმის, თქვენი თავის. რაც შეეხება სულიერად როგორ გრძნობთ თავს და საერთოდ როგორი გონიათ სამყაროს აგებულება, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა. უბრალოდ თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, როგორ გრძნობთ თქვენ თავს, რო ხართ ძლიერი ძალა თუ რო ხართ ძალიან სუსტი ძალა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ საკამაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, ეს იცოდეთ, უბრალოდ თუ ასე საპირისპიროდ გრძნობთ თავს, უბრალოდ გამოაღვიძეთ ეს სიძლიერე. ბალანსი რო დაიკავოთ და ასევე გადავალ იმაში, რომ კაცებთან და ქალებთან ურთიერთობაზე და ბალანსის თქვენ თავში არის 20 ენერგია. ეს არის ფესვები, ჩემო კარგო, და ყველაფერს ეცი პატევი გაუფრთხილდი, რასაც კი აქვს ფესვი, რასაც კი აქვს გენეალოგია და უპირველეს ყოვლისა ურთიერთობები არის ადამიანებთან და გაუფრთხილდი ნებისმიერ შენთან გადაკვეთისას მყოფი ადამიანის ფესვებს, გვარს, ტრადიციას, წინაპრებს, ეს გაითვალისწინე ყოველთვის კაცებთანაც, ქალებთანაც და შენ თავში რო ბალანსი დაიჭირო. პროფესია შეეხები, არასოდეს ყოველთვის ეძიე ფესვი, ყოველთვის მიაგე პატივი ამ ფესვებს და ასე ვთქვათ, კავშირი, აი როგორც კაბელი, ხო, ისე კავშირი აღადგინე დღევანდელობიდან წარსული ფესვებს შორის, ასე ვთქვათ. ნებისმიერ ამისაც, რასაც შეეხებით, მისი ქვეტექსტი, წინაპარი, წინამორბედი, გაიგე, მოიკლიე და გააკეთე კავშირი, ხო? აი სიტყვაზე პიანინოზე უკრავ, აუცილებლად გაიგე რა იყო პიანინოს წინამორბედი ინსტრუმენტი. გაიცანი ამას, ეს უკვე პატივის მიგებაა, ხო? გაიცანი ადამიანი, აიცადე რომ გაიცნო მისი ოჯახის წევრები, ბებია, ბაბუა თუ ყავს ან წინაპრები მისი გვარის შესახებ, იკითხო, ჩაეძიო, გაიგო, პატივისცემაც, ხო? მოგწონს არ მოგწონს სხვა, არ იგიყვარს არ გიყვარს სხვა, პატივისცემა ეს შეიძლება. აი ეს უნდა გააკეთო ყოველთვის ურთიერთობა, რომ დაგიბალანსდეს და ურთიერთობაში უნდა იყო, ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა, შენ უნდა აიღო შენ თავზე, ასე ვთქვათ, ურთიერთობების მართვა. უნდა იყო ლიდერული პიროვნება ნებისმიერ ურთიერთობაში, ქალებთანაც და კაცებთანაც. რაც შეეხება სულიერი მისია, რაც არის შენი, ისევ და ისევ ეს არის სიყვარული და როგორც თქვი, სიყვარული უნდა დაიწყო საკუთარი თავიდან, საკუთარი თავი შეიყვარო, საკუთარი თავი აღიქვა როგორც სრულყოფილი არსება. მე არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა დავხვეწოთ საკუთარი თავი, მაგრამ არ უნდა ვარყოთ ის და რაც გვაქვს, რაც გვიბოძა ღმერთმა, შევიყვაროთ ისეთები საკუთარ თავი, როგორებიც ვართ და აუცილებლად ისეთებს შეგვიყვარებენ მერე, როგორებიც ვართ ჩვენი, ასე ვთქვათ, საპირისპირო სქესის ადამიანები. და არ დაგჭირდება შეცვლა იმისთვის. აი ეს არ უნდა დასჭირდეს ადამიანს, რომ შეიცვალოს თავის მეზე, თავის პიროვნებაზე. უარი თქვას, რომ სხვას შეიყვაროს, ხმისი, ასე ვთქვათ, ყურადღება დაიმსახუროს.
ეხლა მე რაც მინდა ვნახო თქვენი წლის პროგნოზი, უბრალოდ მე რომ მათემატიკას არ შევუდგე, მიმატება გამოკლებას აქ ვნახავ წლების აი პროგნოზ გადაწერია, რა ენერგიები აქვს. ანუ თქვენ ხართ 31-32 წლის და თვალები რო არ მეტკინოს, ბარემ ვნახავ, მე მგონი 5 იყო, ხო? კი ბატონო 5 19 და 6, ისევ და ისევ 6. კარგი, ჩამოვიდეთ ისევ თქვენ სპედის მატრიცაზე. აი აქ ვნახოთ ახლა თქვენი ასაკი. აი ამას. აი ამ წელს გვაჩვენებს 5 ენერგია. 5 ენერგია არის, ახლა მე გეტყვი რა შესაძლებლობები გაქვს წელიწადს, ხო? წელიწადი ითვლება ესე შენი დაბადების დღიდან. ანუ 1 ნოემბრიდან დავიწყოთ ათვლა, შემდეგი წლის შემდეგ წლამდე, შემდეგ დაბადების დღემდე. ხო და 5-იანი ეს არის სისტემა, ეს არის ოჯახი, რაზეც ვისაუბრე და ძალიან დიდი შანსია დაოჯახების თუ დაოჯახებული არის ახალი წევრის შემოსვლის დადებით შემთხვევაში, ან ზოგადად ოჯახში ახალი წევრის შემოსვლის, რაღაცა ოჯახთან დაკავშირებული კარგი მოვლენა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ნეგატიურ შემთხვევაში ეს არის გრევა, ქორწინებაში განქორწინებები და რაღაც ისეთი ძალიან ნეგატიური მოვლენები, რაც ოჯახს ეხება. როგორ უნდა დაამუშავო ეს ენერგია? ანუ კარგად რო წავიდეს, ეს არის უზადოდ პატიოსნება, წესიერება, საბუთების წესრიგი. აი წარმოიდგინეთ, პირადობა დავკარგებ და აი მეზარება არ ვაკეთებ. რაღაცა საბუთი გაქვს სამსახურში გასასწორებელი, აი მე გადავდებ რაღაცა ქაოსი, არავინ არ მიმოწვევს იყოს. არა, თუ გინდა რომ შენს ოჯახში, ანუ წავიდეს კეთილდღეობა, უნდა ყველა საბუთი კონდეს წესრიგში, სახლში კონდეს აი ზედმიწევნითი სისუფთავე, ქაოსი არა, არეულობა არ უყვარს ხუთიანს, აი წესრიგი და განსაკუთრებით თუ მაგიდასთან მუშაობ, შენი სამუშაო მაგიდა უნდა იყოს ძალიან წესრიგში მოყვანილი. ყველა კანონის დაცვა, ყველა წესის დაცვა, ასე ვთქვათ, სიმღერა, ხმა გაქვს თუ არა გაქვს. არ არის მნიშვნელოვანი, იღიღინე, იმღერე. არანაირი პრობლემა არ არის კი არა და კარგად ამუშავებს ამ ენერგიას და იერარქიული პატივისცემა, უფროსი, უმცროსი. ხო, მეორე ენერგია, ანუ ეს არის ძირითადი, არის 19, აი ეს აქ ჩანს ეს ენერგია. 19 არის ვარსკვლავური ენერგია და ეს არის როგორ გითხრა, სურვილების, ოცნებების, პოპულარობის, ნიჭის, ტალანტის გამოვლენის საშუალება. პოპულარობის საშუალება, ხო, რაღაცის აღიარება, რომ მოიპოვო და კი, თუ გააღვიძებ შენში ბავშვს, რაც გინდოდა, რაზეც ოცნებობდი, რა სურვილებიც ჰქონდა და ამას დაუთმებ ყურადღებაში, რაღაც აღიარებას მოიპოვებ. ნამდვილად, რაც შენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. და მესამე ისევ და ისევ 6 ენერგია და ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ 6-ზე, რომ უნდა შეიყვარო საკუთარ თავი, შენ თავს მოუვარო, გაუფრთხილდე და ნებისმიერი საქციელი შენი ურთიერთობა, რაც მოგიტანს სილამაზეს, ხო და ვიღაც ადამიანებს დააკავშირებს კარგი გაგებით ერთმანეთთან, ყველაფერი კარგად დაგიმუშავებს 6-იანს. მაგალითად, ვიღაცას დაჭირდა კარგი ექიმი, შენ ვიცი ესეთი კაი ექიმი და აკავშირებ. ხვდები რას ვამბობ, აი კავშირი უნდა იყო, კომუნიკაციის წყარო, 6-იანი ესეთი ენერგია არის. ადამიანების შეხვედრები, ან ნახე სამეგობრო წრე ხართ და მოიფიქრო და ყველა ერთად შეახვედრო, ან რაღაცა დაგეგმო, რაღაცა ღონისძიება, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან. ასევე რაღაცა სილამაზეების შექმნა, რა თქმა უნდა, თუ ეს შენიჭს თან თანხვედრაშია, ხო? მოდა იყოს, მოდა არის ეს თუ რა ვიცი, მსახიობობის ნიჭი კონდეს, არ ვიცი, შეიძლება არც კონდეს ამის ნიჭი, მაგრამ კომუნიკაციაში გადაისროლე მაშინ ეს ყველაფერი და სილამაზე შეიტანე შენს თავში, შენს ვიზუალში, შინაგან განვითარებაში და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოიზიდავ პირად ურთიერთობებს.